დროისთვის ვიცით არის ის, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი იყო შესული გლდანის პენტენციურ დაწესებულებაში ანტონ ჩეჩინთან, შესაბამისად დამატებითი დეტალების გასარკვევა ჩვენ ამ უწყებას დაუკავშირდით. დაიწყო თუ არა მაგალითად მოკვლევა იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ან მაგალითად გამოკითხა თუ არა საბადრაგო სამსახურის ის თანამშრომლები, რომელსაც უშუალოდ ცდებს ბრალს ანტონ ჩეჩინი ფიზიკურ ანგარიშწორებასა და ძალადობაში, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ იუსტიციის სამინისტროსგან კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. ადვოკატმა მოინახულა ანტონ ჩეჩინი და როგორც თავად ამბობს, პატიმარს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, ნათლად ჩანს ეს მის ხელზე და მათ შორის ამაზე მიუთითებს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის წარმომადგენელმაც ასევე მოინახულა ანტონ ჩეჩინი გლდანის ციხეში. არაერთი ბადრაგი, არამედ 5-6 ბადრაგი იყო, რომლებმაც გაიყვანეს საქმიდან ძალის გამოყენებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ანტონმა სთხოვა მათ საქმის შეცვლა, რადგან არამწეველებთან უნდოდა. შემდგომ კი მოვიდნენ. ბადრაგებმა მოუთხრეს, რომ დირექტორი არ იყო, ამით დასრულდა ეს საუბარი და შემდეგ უეცრად შემოვიდნენ საკანში და ძალით გაიყვანეს, ისე რომ მიზეზიც არაუხსნიათ. გადაუგრიხეს ხელები, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს რუსულადაც და ქართულადაც. და იმდენად ჩაულურჯდა ეს ხელები, რომ ჰქონდა ჰემატომა, ასევე ეუბნებოდა მათ, რომ თავზე მის მდგომარეობას, თავის შესახებ, ასევე გულის ტკივილებს ითხოვდა ექიმს, თუმცა ესეც დაუიგნორეს და წაიყვანეს კარცერში. ასევე დაემუქრნენ, რომ თუ არ გაჩერდებოდა, კიდევ უფრო ადგენდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული ანტონის მიმართ და აღენიშნებოდა დაზიანებები, გრძნობდა ძლიერ ტკივილს, მოითხოვა ექიმის ჩართულობა, ექიმთან შეხვედრა, თუმცა იმ მომენტში აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. მივმართეთ სახალხო დამცველს, მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დღეს ასევე საქმის კურსში ჩავაყენეთ, მივმართეთ გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებას. ბოლო ცნობები რაც არის შემთხვევით ცნობილი არის ის, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი უკვე იმყოფებოდა ანტონთან და სავარაუდოდ ანტონის მიაწოდებდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას. ანტონ ჩეჩინის მიმართ ფიზიკურ ანგარიშწორებასა და ძალადობას ადგილი ჰქონდა 6 ივნის გლდანის პენტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ამ დრომდე ვერცერთი სახელმწიფო უწყება ვერ ამბობს, აპირებენ თუ არა ისინი ამ სავარაუდო დანაშაულის გამოძიებას, მისი ოჯახი კი ღიად სადამსჯელო ოპერაციაზე მიუთითებს.